საზოგადოებას ნამდვილად ეცნობა, მაგრამ რამდენად ეცნობა გადაწყვეტილება, ამაში მე სერიოზულ კითხვის ნიშანს შევიტანდი, იმიტომ რომ არაერთხელ მოგვისმენია ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრების მხრიდან, ეკონომიკის მინისტრების მხრიდან იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ანაკლიას ააშენებს. უკვე სასაცილო ჟღერს ეს ყველაფერი, მარტო მარიამ ქვირირივიშვილს მე მგონი სამჯერ აქვს მსგავსი შინაარსის განცხადება გაკეთებული, მანამდე ყველა პრემიერ-მინისტრს, ყველა ეკონომიკის მინისტრს, ივანიშვილიდან მოყოლებული, ამბობდნენ, აქვთ ეს განცხადებები გაკეთებული, რომ სახელმწიფო იქნება მთავარი მესაკუთრე, სახელმწიფო დარჩება მართვაში, სახელმწიფო გააკეთებს სახელმწიფოს ექნება კონტროლი ინფრასტრუქტურაზე, სხვადასხვა ვარიაციაში, სხვადასხვა წინადადების ფორმაში მოგვისმენია მსგავსი რამ, მაგრამ შედეგი რაც არის, ამას ვხედავთ 10 წელზე მეტია, ხო? თავის დროზე, როდესაც ჩავარდა ის პირველი კაფსულა, კვირიკაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, გახსოვთ თქვენ, და როდესაც იყო ყველაზე რეალური შანსი იმისა, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო 2020 წელს მას პირველი გემები უნდა მიეღო, აი იქიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ ძალიან დიდ მასშტაბს და ინტერესს, რომელიც აქვს მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო, მაიკ პომპეოს განცხადებიდან მოყოლებული, რომ აქ უნდა აშენდეს ეს პორტი, რომელიც უნდა იყოს შუა დერეფნის კარიბჭე და მას შემდეგ რაც ივანიშვილის ნებით, პერსონალურად მისი ნებით, ხო, ჩავარდა ეს პორტი, როდესაც სახელმწიფომ არ დაუდგა გარანტორად მაშინ კონსორციუმს, როდესაც გააქცია ინვესტორები და იმის მერე რამდენი წელი გავიდა 6 წელი გავიდა, რომ 7 წელი გავიდა უკვე, ხო? ამბობენ, რომ სახელმწიფო ააშენებს ამას. დასავლელი ინვესტორები არ უნდათ და გადაწყვიტეს ჩინელებთან ურთიერთობა. თქვენ გახსოვთ, ხო, რომ ეს კომპანიები მაშინ გამოთქვამდნენ ინტერესს და ჩვენ ანაკლიის პორტს როგორც ბიზნეს პროექტს არ უნდა შევხედოთ, ეს ძალიან სრულ ნარატივია, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს. თითქოს ეს იყო თავის დროზე ხაზარაძე ჯაფარიძის ბიზნეს პროექტი, შემდეგ რიგითი ბიზნეს პროექტი, მსხვილი, მაგრამ მაინც ბიზნეს პროექტი. ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიულად ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე პროექტი და ამის ფონზე ვერც იმ ჩინურ კომპანიებთან და იმ კონსორციუმებთან, რომლის შეკვრის რაღაცა კონტურები იკვეთებოდა, ისიც კი ვერ მოახერხეს მაშინ. გახსოვთ, ხო, 1-2 წლის წინ იყო ეს იმ პოზიციაზე, რაზეც ხშირად ვისმენთ განცხადებებს თქვენს პარტიაში, რომ ქართულ ოცნებას სინამდვილეში სულაც არ სურს ანაკლიის პორტის აშენება და რომ ის რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ, არის ცარიელი სიტყვები. მათ შორის ეკონომიკის მინისტრის დღევანდელი განცხადების მიუხედავადაც რჩებით ძველ პოზიციაზე. ეს თემა რომ შევაჯამოთ. ეკონომიკის მინისტრის განცხადება და ვისი პირით არის ეს წარმოთქმული არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ სხვა წინამორბედები, მინისტრები, პრემიერ-მინისტრები ამაზე საუბრობდნენ, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. გვანახეთ ბატონო, რა აშენდება. ჯერ ერთი, როდესაც მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ნუ კარგი ჩინური კონსორციუმი უნდა ყოფილიყო, ისიც არ გამოვიდა, იქაც კი ვერ დაალაგეს. მათ შორის მათთვის უფრო ხელსაყრელ და საქართველოსთვის კაბალურ პირობებზეც იყო საუბარი. ისევ ქრივიშვილის ვიზიტს შეგახსენებთ რამდენიმე თვის წინანდელს ჩინეთში. და ახლა მე ჯერ ერთი ამ განცხადებას შევადარებდი, რომ თქვეს, რომ ეხაც ლენდლორდის პრინციპით რაღაც თითქოს ახალი თქვეს. აი ცოტა ხნის წინ ბოჭორიშვილის განცხადებას და საგარეო გუნდის განცხადებას ქართული ოცნების, რომ საქართველოს აქვს უნდა ჰქონდეს და აქვს მრავალ ვექტორული საგარეო პოლიტიკა, დიდი ბოდიში, რა უფლებით ბატონებო, საქართველოს აქვს ერთი მთავარი ვექტორი საგარეო პოლიტიკაში, რომელიც განსაზღვრა ქართულმა ხალხმა უშუალოდ და მკაფიოდ დააფიქსირა ჯერ 2008 წელს პლებისციტში, შემდეგ 2018 წელს ეს გახდა საქართველოს კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი, 78 მუხლის. და სანამ ეს მუხლი წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერც ერთ ხელისუფალს არ აქვს მნიშვნელობა ლეგიტიმურს, მით უმეტეს არალეგიტიმურს, არ აქვს უფლება, რომ ამ ერთ განსაზღვრულ ვექტორს გადაუხვიოს. და ასევე არის აქაც, რომელ მულტივექტორზე საუბრობენ ახლა და თან რა ჩამოთვალეს, როგორი ქვეყნები ჩამოთვალეს, ხო? არც ერთი დასავლური ქვეყანა არ არის მათ პრიორიტეტებში, ვისთან ერთად ამ რაღაცა გამოგონილი თითქოს პრინციპით აპირებენ ანაკლიის პორტის აშენებას და კიდევ ერთი საგულისხმო რამ თქვა ქრივიშვილმა, რომ სახმელეთო ინფრასტრუქტურა უნდა აშენდესო. ან ეს არის იმდენად დიაფასიანი პოპულისტური ხრიკები და მეთოდები, რომლითაც ახლა ცდილობენ, რომ თავიანთი პროპაგანდისტული მანქანა აამუშავონ და გამოყვებონ, არ ვიცი, თავისი ამომრჩევლების ნაწილი, ვინც ჰყავთ და ენდობა, რასაც
აცხადებს ოფიციალურად ქართული ოცნება და თუმეტეს აშუქებს რაღაც იმედი და შემდეგ გაშლიან ალბათ ამ თემებს, ხო? ეს პუნქტი იყო თავიდანვე ჩადებული მაშინ, როდესაც დაიწყო ანაკლიის სპორტის მშენებლობაზე საუბარი და პირველი სამუშაოები და უზარმაზარი სამუშაოები გაკეთდა თავის დროზე კონსორციუმის დროს და უამრავი რესურსი დაიხარჯა, მათ შორის ფულადი. მაშინ უნდა გაკეთებულიყო რკინიგზაც, უნდა გაკეთებულიყო სახმელეთო ინფრასტრუქტურაც, იმიტომ რომ ამის გარეშე სპორტს რა აზრი აქვს, თუ ის კარიბჭე უნდა იყოს, თუ ის შუარგოლი უნდა იყოს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის და დასავლეთიდან წამოსული ტვირთების აღმოსავლეთ შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ჩინეთში, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. ჩვენ იმის წინააღმდეგი კი არა ვართ, რომ ჩინეთი საერთოდ გამოთიშული უნდა იყოს ამ პროცესში და როგორ უნდა იყოს. მთელი ეს გზა და კარიბჭე შუა დერეფნის, სწორედ ამას ნიშნავს სავაჭრო ურთიერთობებს. ჩვენ პრობლემა გვაქვს იმაზე, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ნაწილში არ დაეთმოს ეს ისეთ ქვეყნებს, რომელიც არის ჩვენი არჩეული პარტნიორების, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპული ქვეყნების მეტოქეები დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში. აშენდება თუ არა არანაკლიის სპორტი და ვისი ჩართულობით ამას ყველანი ვნახავთ, იქამდე კი სხვა საკითხებსაც გადავავოთ თვალი. აი გასული კვირის მიწურულს საქართველოს შესახებ ვენასა და სტრასბურგში იმსჯელეს ევროპის პოლიტიკური ჯგუფების ალდეს და იპიპის სამიტებზე, მათ შორის ალდეს ყრილობაზე, როგორც ამ ჯგუფის წევრი პარტიის ლელოს ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ წარმოდგენილი, ამიტომ მოდით ახლა უკვე ის განცხადებები შევაფასოთ, რაც სწორედ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ, მეტიც ალდემ, რომელიც ევროპის დონეზე მეორე პარტიაა, ხო, სიდიდით თუ სწორად მახსოვს, საქართველოს შესახებ რეზოლუციაც მიიღო, ალდე გამოხატავს შეშფოთებას დემოკრატიის გაუარესებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გრევასთან, ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია პროტესტის მონაწილეების და პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ, ისე როგორც ერთ-ერთი საყურადღებო გზავნილი არის შემდეგი, მაშინ როცა ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია. ეს მოკლედ ალდეს რეზოლუციის შინაარსობრივი ნაწილის შესახებ, აი ვრცლად და უფრო მეტი კი მოდით თქვენ უთხარით ჩვენს მაყურებლებს, რა განწყობები აქვთ ევროპელ პოლიტიკოსებს ყველაფერი იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რაც მთავარია, თუ აქვთ მზადყოფნა წავიდნენ აი ამ განცხადებების და რეზოლუციების. იქით ანუ რა ინფორმაციები ჩამოიტანეს თქვენმა ლიდერებმა, გიორგი გრიგოლ-ვაშაძე, უბრალოდ გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი იმყოფებოდნენ კი ბატონო ვენაში, შესაბამისად რა ინფორმაციები ჩამოიტანეს მათ ვინაიდან ეს რომ გითხრათ. თქვენ სწორად აღნიშნეთ რეზოლუციის შინაარსი, ალდეს რეზოლუცია ასახავს მწარე სიმართლეს და რეალობას, მაგრამ რეალობას. იმას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, იმას, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, ხო? არა მხოლოდ ძლიერი საქართველოს ლელო, არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ თავისუფალი მედია, ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ აზრს ღია სივრცეში, სოციალურ ქსელში, საპროტესტო აქციაზე, ეს არის რეალობა და ის რეალობა არის ერთი. ორი რეალობა ამ ქვეყანაში არ არსებობს. ორი რეალობის წარმოჩენა სურს ქართულ ოცნებას. ისევე როგორც ორი ევროპის, ისევე როგორც ორი დასავლეთის, რაღაც ღირებულებებზე არსებული დასავლეთის, რომელიც თურმე თვითონ ქართული ოცნება ყოფილა, მათივე მტკიცებით და იმ დასავლეთის, რომელიც არის ბიუროკრატიაში და deep state-ში და რაღაც გამოგონილ კონსპირაციებში მოქცეული. რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები არიან ჩვენი პარტნიორები იმითი, თუ რა დამართა ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყანას, მაგრამ ასევე უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის გვერდით. დასავლური მხარდაჭერა არ აქვს ქართულ ოცნებას, როგორც პოლიტიკურ ძალას, როგორც მჩაგვრელ ძალას, როგორც იმ ძალას, რომელიც საქართველოში არის პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, ყველა იმ უკუსლაზე, რომელიც საქართველოს როგორც სახელმწიფომ განიცადა სამწუხაროდ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, იმიტომ რომ ის დაშორდა ევროპულ ღირებულებებს, იმიტომ რომ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელა, იმიტომ რომ პოლიტიკური რეპრესიები აქვს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ცდილობს პარტიების აკრძალვას, მედიის შეზღუდვას, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვას, პროტესტის მოგუდვას. ეს ყველაფერი არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლის გარეშეც ევროინტეგრაცია არ არსებობს და თუ ევროინტეგრაცია არ არსებობს და ევროინტეგრაციას ხელი ეშლება, ამ გზაზე ვისაც მიყავს ეს ქვეყანა, მის წინააღმდეგ არსებობს შესაბამისი პასუხები ევროპულ ორბიტაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალდეს კონგრესი და ალდეს შეხვედრა, ეს ალდე არის ჯერ ერთ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განმარტავ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიების ოჯახი, რომლის წევრიც ძლიერი საქართველოს ლელო გახლავთ და იმ კონგრესზე, რომელზეც ჩემი კოლეგები გრიგოლ გეგელია, თაზო დათუნაშვილი იმყოფებოდნენ აგრეთვე უმაღლესი თანამდებობის პირები ევროპული ქვეყნებისა, წამყვანი ევროპული ქვეყნებისა, იმიტომ რომ და იყო 18 ევროპული ქვეყნის მინისტრები, 18 ქვეყანაში ალდეს წევრი პარტიები, ჩვენი პარტნიორი პარტიები არიან ხელისუფლებაში. ჰქონდათ ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ირლანდიის ევროპის საქმეთა მინისტრთან. უმაღლეს დონეზე იყო ეს შეხვედრები და რა იყო ამ შეხვედრების მიზანი? იყო ის, რასაც უნდა აკეთებდეს იდეაში მმართველი ძალა, რასაც უნდა აკეთებდეს ქართული ოცნება. პირველი და უმთავრესი მიმართულება საქართველოს ცოცხალი ანექსიის წინააღმდეგ ხმის ამოღება, გზავნილის, ქართული საზოგადოების გზავნილის გაგონება და ჩვენი მეცადინეობით, ჩვენი ინიციატივით, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩემს პარტიაზე და ჩემს კოლეგებზე, მოხდა რეზოლუციაში შესწორების შეტანა, რომ ორი ოსეთის დოქტრინა რომ შემოიტანა რუსეთმა და მარიონეტულმა რეჟიმმა ცხინვალის, აი ამის დაგმობა მოხდა და მეორე უმნიშვნელოვანესი ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე, რომელიც ქართული ოცნების ქმედებების გამო რეალურია. აი ეს რომ არ მოხდეს. ამაზე სხვათა შორის იყო საუბარი. ბუნებრივია მნიშვნელოვანია, თუმცა მე მინდა ახლა პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებსა და პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებზე ჩაგეკითხოთ და გავაკეთო აქცენტი, მით უფრო რომ მაგალითად ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, აი თითქოს აჩენს მოლოდინს იმის შესახებ, რომ პატიმარი პოლიტიკოსების რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. აი ბევრი ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას რაც შეიძლება ბევრი პოლიტიკოსი და აქტივისტი ციხეში ჭირდება, იმიტომ რომ შემდეგ აი სწორედ დასავლელ და მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან ამ საკითხით ივაჭროს. აი თქვენც თუ ფიქრობთ ასე და რა შეიძლება მაშინ გამოვაჭროს ქართულმა ოცნებამ და აქვე თქვენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ახსენეთ, რომლებიც აი ალდეს ყრილობაში იღებდნენ მონაწილეობას და ერთ-ერთი იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მიერ გაკეთებული განცხადებაც იქცევს ყურადღებას და აი ვუთხრათ მაყურებლებს, რას ამბობს ის ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით, არანაირი კომპრომისი არ იქნება, ეს არ არის ბაზარი, სადაც საქართველოს მთავრობას შეუძლია ივაჭროს და შეასუსტოს ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე. აი სწორედ ასეთი იყო საგარეო წყების ავსტრიის საგარეო წყების ხელმძღვანელის განცხადება. ეს იძლევა პასუხს კითხვაზე, ივაჭრებს თუ არა დასავლეთი და ევროპელი პარტნიორები ქართულ ოცნებასთან, თუ ეს შეიძლება იყოს პერსონალურად ამ კონკრეტული მინისტრის პოზიცია, რომელსაც ვერ განვაზოგადებთ. პერსონალური პოზიციები, ჩემი აზრით, არის ის, რასაც ქართული ოცნება ცდილობს რომ წარმოაჩინოს ხოლმე, თითქოს არსებობს. ელჩების პერსონალური პოზიციები, პეტერ ფიშერზე, კელი დეგნანზე, რობინ დანინგანზე, თითქოს ელჩებს აქვს რაღაცა პერსონალური პოზიციები. როდესაც საუბრობს ქვეყნის დიპლომატი, ამ შემთხვევაში ელჩი იქნება თუ მით უმეტეს პირველი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ის ბუნებრივია გამოხატავს თავისი სახელმწიფოს პოზიციას, ხო? ავსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა და მნიშვნელოვანი წევრი ევროკავშირის როგორც გაერთიანების პოლიტიკურ სხეულში. შესაბამისად, ცხადია ეს არის ავსტრიის პოზიცია, მაგრამ მას ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ზოგადად ევროკავშირის როგორც გაერთიანების პოზიციაზე და ვფიქრობ ძალიან კარგად არის გაცემული პასუხი ქართული ოცნების ამ უბადრუკ მცდელობაზე. ეს არ არის ბაზარი, ეს არ არის ტყვეებით და მონებით ვაჭრობა, როგორც ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, შეიძლება თავისი გამოცდილებიდან 90-იანი წლების რუსეთში რომ მიიღო. შესაბამისად, ყველაფერი არის მათგან მოსალოდნელი, ყველა ხიდი დაწვეს და სად დადიან, ხო? ირანში ჩადიან, სატირიალში, სადაც გაისმის კლავაც და კლავაც, როგორც კობახიძე თავის ძოზე რო ჩადიოდა, სიკვდილი ამერიკას იმის ნაცვლად, რომ ჩემი კოლეგების მსგავსად, რომლებიც ოპოზიციაში ვარ ჯერჯერობით, მაგრამ ვახერხებთ იმას, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რაღაცა გაკეთეს, ქართული საზოგადოებისთვის, ვიზა ლიბერალიზაცია რომ არ შეუჩერდეს, ხო? ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ იმის, რომ სოციალური ანექსია შეჩერდეს. აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის. ქართული ოცნება შორდება იმ ღირებულებებს, რომლის
გარეშეც შეუძლებელია ევროკავშირში გაწევრიანება და მე მგონი ძალიან კარგი კონტრასტია ეხლა უზბეკეთის დროშებით იყო მოფენილი ჩვენი დედაქალაქის ქუჩები განა ვინმეს რაიმე საწინააღმდეგოა ჩვენი მეზობელია და ისტორიული მეგობარი ქვეყანა შეიძლება იყოს და ეს უბრალოდ დაემთხვა თვალსაჩინოებისთვის არც ერთ ევროპულ დედაქალაქში არ ჩადის ქართული ოცნება პირიქით ლანძღავს მათ და ვისაც თვალი აქვს იხილოს, ვისაც ყური აქვს ისმინოს. ეს მიემართება პირველ რიგში იმ ამომრჩევლებს ქართული ოცნებისას, რომლებსაც ჯერ კიდევ მიამიტურად ჯერათ რომ ქართული ოცნება რაიმე უკეთესობისკენ წაიყვანს ამ ქვეყანას.